Სამი სეზონი, ასობით ეპიზოდი და მათში დამალულია დეტალები, რომელთაც სერიალი არასდროს უსვამს ხაზს. ფრესკი ჩვენ ყველა ამ დეტალს გამოვავლენთ. მაგალითად, მინი ეპიზოდში Alongside-ში არის პატარა, მაგრამ საოცარი დეტალი, რომელიც ბევრ მაყურებელს შეიძლება გამორჩენოდა. როცა ჰანი და ბლუი ბაღში შედიან, ბლუი ჩერდება და აუზში მოცურავე თევზებს უყურებს. მაგრამ ეს უბრალოდ შემთხვევითი აუზი არ არის. ეს სწორედ ის თევზების აუზია. შილი მამაზე ჯერ კიდევ ეპიზოდში Stump Fest-ი ისაუბრა. გახსოვთ ეპიზოდი Thread-ის? სწორედ იქ ჩიპი და სპარკი ამ აუზს აშენებდნენ. ეს ძალიან დახვეწილი გზაა, რომლითაც შოუ ყურადღებიან მაყურებლებს აჯილდოებს. ერთმანეთთან აკავშირებს პატარა მომენტებს სხვადასხვა ეპიზოდში და აჩვენებს, როგორ აქვს ყველაზე უმცირეს დეტალსაც თავისი პატარა ისტორია ბლუის სამყაროში. როგორც ვიცით, ბლუის ფონური პერსონაჟებიც კი საინტერესოები არიან და ამ დრომდე ბევრ დეტალს მივაგენით მათ შესახებ. დღეს კი რამდენიმე საინტერესო დეტალს გაგიზიარებთ ნაკინის ქალბატონის შესახებ. თუ ყურადღებით დააკვირდით, იცით რომ ბლუი და ბინგო ყოველთვის ამ ქალბატონის განყიდულობენ ნაკინს და ეპიზოდების განმავლობაში ვხედავთ, როგორ აფართოებს ნაკინის ქალბატონი თავის ბიზნესს. გასაკვირი არ არის, პირველად ის ეპიზოდში ნატინიში ვნახეთ და მაშინ ის ნატინს პატარა ეთლიდან ყიდდა. და ამის შემდეგ ნახეთ, როგორ ყიდდა ნაყინს ბაზარში, ეპიზოდში მშვიდი თამაში. და ბოლოს, როცა ის ეპიზოდში ტრეიდები ვნახეთ, უკვე ნაყინის მანქანა ჰქონდა. ეს პატარა, მაგრამ ძალიან მაგარი დეტალია. გავაგრძელოთ. ეპიზოდში მამიკოს მიხავს, ვხედავთ ბინგოსა და ლილას შორის ლამაზი მეგობრობის დასაწყისს. ბინგოსა და ლილას მეგობრობის დასაწყისის შემდეგ ვხედავთ ფოტოების სერიას, რომელიც მათ ზრდასრულობამდე მიხვება და აჩვენებს, რომ ისინი ერთად ისწავლიან კოლეჯშიც კი. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ფონზე ჩანს, ვხედავთ ბლუის სკოლას, რაც მიუთითებს, რომ ისინი ერთად წავლენ იქ, როგორც კი 6 წლის გახდებიან, რაც უკვე ახლოსაა, რადგან ბინგო ახლახან გახდა 5 წლის. ასე რომ, ეს ფაქტობრივად ამტკიცებს, რომ ბინგო ბლუისთან ერთად იმავე სკოლაში წავა. ბლუის ერთ-ერთი კარგი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად არის მას შემდეგ, რაც ბლუი ჯერ კიდევ პატარა ლეკვი იყო, სნიკერსია. და არის ერთი ნივთი, რომელსაც ის თითქმის არასდროს იშორებს, მისი ყვითელი ქუდი. ბევრმა არ იცის ეს, მაგრამ სნიკერსი ქუდის გარეშე მხოლოდ ორჯერ გვინახავს და ერთ-ერთი შემთხვევა არის სერიაში მკვლევარები, სადაც ის სკოლაში გორაგზე სრიალებს. იმ მომენტში ვხედავთ, როგორ უვარდება ქუდი სნიკერს თავიდან როცა გორაობს. სხვა შემთხვევა, როცა სნიკერსი ქუდის გარეშე ჩანს, არის მინი ეპიზოდში K9 სიახლეები, სადლეები, სადაც ის პატარა მოჩვენებით საინფორმაციო გამოშვებას უძღვება და რომ უფრო პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, ქუდს იხსნის. ეპიზოდში ნიშანი ვნახეთ, როგორ აპირებდა ბანდიტი ჰილერების სახლის გაყიდვას, რადგან მას დიდი ხნის წინ მიღებული სამსახურის შეთავაზება ჰქონდა და როცა ვამბობთ დიდი ხნის წინ, ნამდვილად გულისხმობთ 40-ზე მეტ ეპიზოდით ადრე. ეპიზოდში კარის მოგზაურობა ვამჩნევთ, რომ ბანდიტი სამსახურის გამო მიემგზავრება და 6 კვირის შემდეგ ბრუნდება. და ეპიზოდში ჯოხის ჩიტი, როცა ოჯახი დასასვენებლად მიდის, ბანდიტი დიდ დროს ატარებს ფიქრებში, მაშინ როცა ყველა დანარჩენი ერთობა. შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ ფონის ისტორია ბანდიტს და მის გრძნობებს ეხება იმ მომენტში. მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, რას განიცდიდა. ფაქტობრივად რაც მოხდა იყო ის, რომ როცა მან იმოგზაურა, მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენაში, რამაც მას ძალიან კარგი სამსახურის შეთავაზება მოუტანა. ასე რომ ბანდიტი დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა სახლის გაყიდვაზე, მაგრამ საბოლოოდ არ გაყიდა, რამაც როგორც მაყურებლები, ასევე ჰილერები ძალიან გაახარა. სერიაში Baby Race-ი ჩვენ აღმოვაჩინეთ საინტერესო დეტალი. როგორც ყველამ ვიცით, Baby Race-ში მოვისმინეთ ისტორია ბლუის პირველ ნაბიჯზე. მაგრამ ამ სერიის საინტერესო ნაწილი ისაა, რომ თუ ჩილის გარეგნობას დავაკვირდებით ფლეშბექში, შევამჩნევთ, რომ მას ნაცრისფერი თმა არ აქვს. და არა მხოლოდ ჩილის, თუ ბანდიტსაც დავაკვირდებით, მასაც არ აქვს სახეზე ნაცრისფერი თმა. ეს ფაქტობრივად გვიჩვენებს, როგორ დაბერძდნენ ისინი წლების განმავლობაში. ეს ძალიან პატარა დეტალია, მაგრამ ბლუის ყურებას კიდევ უფრო სახალისოს ხდის. ბლუის შესახებ ყველაფერი კარგად არის ცნობილი, იმდენად რომ მათ ბავის გნომებსაც კი საკუთარი ფანები ჰყავთ და ამ გნომებს შორის ჯერემი ალბათ ფანების რჩეულია. და თუ ყურადღებით უყურეთ ეპიზოდს ნიშანი, მაშინ გაიხსენებთ, რომ ჩვენი ძვირფასი, საყვარელი და მრავალტანჯული ჯერემი ფრისკიმ ფეხი ქრა, როცა ტელეფონზე რედლის ეჩხუბებოდა. და როცა ის საწალ გნომს ფეხს ურტყამს, შეგვიძლია შევამჩნიოთ პატარა ბზარი მის თავზე. მაგრამ იცოდით, რომ ეს ბზარი ფრისკის დარტყმის გამო არ გაჩნდა, არამედ ერთ-ერთი წინა ეპიზოდიდან მოდის? დიახ, სწორია. მიუხედავად იმისა, რომ ფრისკი აგრესიას ავლენს საწყალი ბაღის გნომის მიმართ, შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ ეს ყველაფერი მანამდეც კი ის უკვე გატეხილი იყო. აი დეტალი. ეს პირდაპირ მინიშნებაა ეპიზოდზე მოგზაურების ზურგჩანთით. ამ ეპიზოდში ბლუი და ბინგო თამაშობენ, როცა ბანდიტს ეკიდებიან, მაგრამ ამ დროს ვხედავთ, როგორ ვარდება საწყალი ჯერემი მიწაზე და მისი ნაწილებიდან ერთ-ერთი უბრალოდ ჰაერში მიფრინავს, რაც ამტკიცებს, რომ მისი კერამიკული ქუდი ნამდვილად მაშინ გათხვდა. ასე რომ, ჩილიმ მოგვიანებით ისევ დააწება იგი, მაგრამ შეკეთების შემდეგაც კი ბზარები მაინც ჩანდა. თუ დიდი ხანია უყურებ ბლუის, მაშინ გეცოდინება, რომ გრძელი ძაღლი ბლუის ცნობილი ფარული დეტალია, რომელიც აქამდე ყველა ეპიზოდში გამოჩენილა.
მაგრამ დეტალი ისაა, რომ ზოგ ეპიზოდში გრძელი ძაღლი ისე ჭკვიანურად ჩნდება, რომ ძალიან რთულია მისი შემჩნევა. მაგალითად, ეპიზოდში ძილის დროა, ბინგო თავის სიზმარში პლანეტებს იკლევს და აქ გრძელი ძაღლი საკმაოდ უჩვეულო ფორმით შეგვიძლია შევამჩნიოთ. ზუსტად ამ მომენტში, თუ ვგადიდებთ ვარსკვლავებს, შევამჩნევთ თანავარსკვლავედს და თუ ვარსკვლავებს დავაკავშირებთ, გრძელი ძაღლი წარმოიქმნება. მართლა, ეს ძალიან ჭკვიანური გზაა გრძელი ძაღლის საჩვენებლად და ეს ყველაფერი არ არის. როგორც ვიცით, გრძელი ძაღლი ყოველთვის მარტო ჩნდება, მაგრამ ასე არ ხდება ეპიზოდში ორმაგი ძიძა. ამ ეპიზოდში რადი და პრისკი უვლიან ბლუის და ბინგოს. და ეპიზოდის ბოლოს, როცა რადი და პრისკი აივანზე სხედან და ღამის ცას უყურებენ, სცენაში ორი გრძელი ძაღლი ჩანს. ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ორი გრძელი ძაღლი ერთად ვნახეთ. როგორც ვიცით, ბლუიში ყოველი პატარა რამ დამალულ მნიშვნელობას ატარებს. და იმ ეპიზოდში, სადაც ბინგო და მისი საუკეთესო მეგობარი ლაილა პატარა ჭიაყელას გადაარჩენენ, ვამჩნევთ, რომ პატარა ჭიაყელა პუპად იქცევა, შემდეგ კი ლამაზ პეპელად, რომელიც ორივე მეგობრის ხელზე ჯდება. შეიძლება გაიფიქროთ, რას ნიშნავს ეს. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ პეპელა ახალი დასაწყისის სიმბოლოა და შოუს კონტექსტში ის ბინგოსა და ლაილას მეგობრობის დასაწყისს აღნიშნავდა და ეს ერთადერთი ეპიზოდი არ იყო, სადაც ლურჯი პეპელა ვნახეთ. ეპიზოდში ნიშანი, როცა ჩილი და ბლუი სკამზე სხედან, შეგვიძლია დავინახოთ იგივე ლურჯი პეპელა, რომელიც ფონზე დაფრინავს. და როგორც ყველამ ვიცით, ნიშნის ეპიზოდი მთლიანად რადლისა და პრისკის ქორწილს ეხებებოდა. ასე რომ პეპელა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რათა რადისა და პრისკის ახალი დასაწყისი დაესიმბოლიზებინა. თუ ჩვენი წინა ბლუის ვიდეოები გინახავთ, ალბათ გახსოვთ, როგორ შეიცვალეს ზოგიერთი პერსონაჟის დიზაინი დროთა განმავლობაში, მაგალითად სოქსი, მაკენზის დედა, ბრენდი და კიდევ რამდენიმე სხვა. მაგრამ ბოლო დროს კიდევ ერთი პერსონაჟი შევამჩნიეთ, რომლის დიზაინიც, როგორც ჩანს, შეიცვალა და ამჯერად ეს თავად ბანდიტია. თუ ახალგაზრდა ბანდიტის სურათს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მისი კუდის წვერი მთლიანად შავია. თუმცა, როცა ბანდიტს ამჟამინდელ დროში ვუყურებთ, მისი კუდი სხვანაირად გამოიყურება. ეხლა კუდის წვერზე ჩვეულებრივი ლურჯი ბეწვია, ხოლო შავი ბეწვი კუდის ქვედა ნაწილზეა. ეს პატარა დეტალია, მაგრამ როგორც კი შეამჩნევ, ვეღარ გამოტოვებ. იცოდი, რომ მაფინს თავისი YouTube-ის არხი აქვს? მინი ეპიზოდში მაფინის unboxing-ი ვხედავთ, როგორ იღებს და მიმოიხილავს სათამაშო სატვირთოს. ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი YouTuberi. ეს არსად სხვაგან არ არის ნახსენები შოუში, რაც ნიშნავს, რომ მაფინი შესაძლოა ფარულად ყველაზე დიდი ინფლუენსერი იყოს ბლუის სამყაროში. ეხლა შემდეგი დეტალი მართლაც საინტერესოა. ეპიზოდში ზოოპარკი საწყის სცენაში ვხედავთ ბანდიტს, რომელიც დივანზე წევს და გაზეთს კითხულობს. და თუ დავაკვირდებით გაზეთის პირველ გვერდს, იქ არის ძაღლის სურათი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს. არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ თუ გადავიდეთ ეპიზოდზე შონი, ვხედავთ, რომ ბანდიტი ზუსტად იმავე გაზეთს კითხულობს. და აი რა არის საინტერესო, ეს ორი სცენა რამდენიმე ეპიზოდითაა დაშორებული. ზოოპარკი პირველი სეზონის 25 ეპიზოდია, ხოლო შონი 50 ეპიზოდი. ასე რომ, ამის ორი ახსნა არსებობს. პირველი, ბანდიტი უბრალოდ თავს იკატუნებს, თითქოს დაკავებულია, რომ არავინ შეაწუხოს. და მეორე, ანიმატორებს შეიძლება პატარა შეცდომა მოუვიდათ აქ. მოდით რაღაც მართლაც საინტერესო თემაზე ვისაუბროთ. ვინტონის მამა კორნელიუსი შესაძლოა სინამდვილეში ცნობილი კინოვარსკვლავი იყოს ბლუის სამყაროში. გიჟურად ჟღერს არა, მაგრამ შოუ საკმაოდ დიდ მინიშნებას გვაძლევს. სერიაში კინოთეატრი ფონზე ვხედავთ უზარმაზარ კინოპოსტერს. და სწორედ იმ პოსტერზე გამოსახულია ბულდოგი დეტექტივი, რომელიც ზუსტად კორნელიუსივით გამოიყურება. იგივე სახე, იგივე აღნაგობა, ყველაფერი იგივეა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ კალბი ულვაში აქვს მიკრული ცხვირზე. აბა, რა ხდება აქ? ნუ თუ კორნელიუსმა ფარულად ითამაშა დეტექტიურ ფილმში. ორმაგი ცხოვრება აქვს. დღისით ჩვეულებრივი მამაა, ხოლო ღამით კინოვარსკვლავი კლავი. შოუ ამას არასდროს ხსნის, მაგრამ მსგავსება იმდენად დიდია, რომ ვერ უგულებელყოფ. და გულწრფელად რომ თქვათ, საკმაოდ სასაცილოა იმის წარმოდგენა, რომ ვინტონის მამა შეიძლება ყველაზე დიდი ფარული ვარსკვლავი იყოს მთელ ბლუიში. ფანების უმეტესობა იცნობს ქლოის, დალმატინელი, რომელიც ბლუის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია, მაგრამ მის ოჯახში დამალულია გასაკვირი საიდუმლო, რომელსაც თითქმის ვერავინ ამჩნევს. ქლოის სინამდვილეში ჰყავს პატარა ძმა. ბლუის ადრეულ დღეებში ლუდო სტუდიოს რამდენიმე ფონის პერსონაჟის ამოჭრა მოუწია, რადგან ყველას ანიმაციისთვის დრო არ ყოფნიდათ. ალბათ ამიტომაც ზოგიერთი და-ძმა, მაგალითად ინდიის და იშვიათად ჩნდება, მაგრამ ქლოის შემთხვევაში ჩვენ სინამდვილეში ფარულად ვამჩნევთ მის პატარა ძმას პირველ სეზონში. ერთ ეპიზოდში, როცა ჰილერები სათამაშო მოედნისკენ მიდიან, ქლოის დედა ჩნდება და საბავშვო ეტლს უბიძგებს. მაყურებელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის უბრალოდ შემთხვევითი ფონის პერსონაჟია, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ ისევ ხედავთ მას ეპიზოდში, ჯაშუშების თამაში, ამჯერად პარკში
თავის მეუღლესთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ეთლში მყოფი ბავშვი ნამდვილად ქლოის პატარა ძმაა. უცნაურია ის, რომ ის აღარასდროს ჩნდება არც ერთ ეპიზოდში, მაშინაც კი როცა ბლუი ქლოის სახლში მიდის. შეიძლება ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, რომ სიუჟეტის ნაწილი იყოს. ან იქნებ ანიმატორებმა ჩუმად ამოიღეს ის შოუდან. ეპიზოდში ნიშანი ჩვენ ვამჩნევთ რამდენიმე ახალ პერსონაჟს, რომლებიც აქამდე არასდროს გვინახავს და ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო. ის არის ფრისკის მეორე მეჯვარე ქორწილში. ქორწილში რადლიმ თავისი ორი ძმა, ბენდიტი და სტრაიპი, აირჩია მეჯვარეებად. მაგრამ ფრისკის შემთხვევაში მან ჩილი და კიდევ ერთი პერსონაჟი აირჩია, რომლის სახელსაც ჩვენ ვერასდროს ვიგებთ. არსებობს რამდენიმე ვარაუდი, თუ ვინ შეიძლება იყოს ის. ფრისკი და ჩილი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს. ეს ვიცით იმიტომ, რომ მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებს ირჩევენ ხოლმე ნათლიად და როგორც ვიცით, ფრისკი ბლუის ნათლიაა. გარდა ამისა, მეინარდის, ბაბუა მორტის მეზობლის ქორწილში ყოფნა ამას კიდევ უფრო ამყარებს და მიანიშნებს, რომ ფრისკი და ჩილი ერთად გაიზარდნენ ტბასთან ახლოს. თუ ეს მართალია და ფრისკიმ ჩილის და ბრენდი მეჯვარეობისთვის არ აირჩია, მაშინ ეს საიდუმლო პერსონაჟი ნამდვილად ძალიან ახლობელია მისთვის. შეიძლება მისი და იყოს, ერთმანეთს არ გვანან, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. ბლუი და ბინგოც სრულიად განსხვავებული ფერისები არიან. ასევე არის შანსი, რომ ის ფრისკის ნათესავი ქორწინებით იყოს. აი ერთი დეტალი, რომელიც ბლუის ფანებს ყოველთვის აინტერესებთ. რატომ არ არიან კატები ბლუის სამყაროში? ჩვენ ვნახეთ ძაღლები, ცხენები, ჩიტები, ხვლიკები და ასე შემდეგ, მაგრამ კატები? არც ერთი. ყველაზე ახლოს რაც გვინახავს, ის ეპიზოდია, სადაც ჰილერები დაჭრილ თუთიყუშს პოულობენ. ბენდიტი ჩეტს უყურებს და ამბობს, კატას უნდა დაეჭირა. მაგრამ ეს არის უცნაური ნაწილი. ჩვენ რეალურად კატა არასდროს გვინახავს. არც ქუჩაში მოსიარულე, არც სკოლაში, არც შინაურ ცხოველად, ოველად. აბა, სად არიან ყველა კატა? აი ბლუის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. 3 სრული სეზონის შემდეგაც კი. ვინ არის ინდიის მამა? ჩვენ ინდიიც და მისი დედაც ბევრჯერ გვინახავს. განსაკუთრებით ეპიზოდში ბაზრები, სადაც ისინი ერთად მართავენ ვეგანურ საკვების ჯიჯიხურს. მაგრამ მისი მამა არსად ჩანს. შემდეგ ერთ ეპიზოდში რაღაც მნიშვნელოვანი გავიგეთ. ინდის ნაადრევად დაბადებული პატარა და ჰყავს. ინდი ხსნის, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვები ბევრ დროს ატარებენ საავადმყოფოში. ეს არ არის ის, რასაც ბავშვი უბრალოდ შემთხვევით იტყოდა. ალბათ ეს მის ოჯახში რეალურად მომხდარ ამბავს ეფუძნება. შემდეგი მინიშნება მოდის ეპიზოდიდან ველური გოგონები. ინდი და რასტი კამათობენ, რადგან ინდი ამბობს, მამა სახლში რჩება, რომ ბავშვებზე იზრუნოს, ხოლო დედები სამსახურში მიდიან. ეს ხედავს ის სამყაროს, რაც ბევრს ამბობს მის ოჯახურ ცხოვრებაზე. ინდის ოჯახში დედა მუშაობს, ხოლო მამა სახლში რჩება ბავშვებთან ერთად. და თუ მისი პატარა და ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, ან სჭირდება სამედიცინო დახმარება, ინდის მამა ალბათ უმეტეს დროს მასზე ზრუნვაში ატარებს. ეს ხსნის, რატომაც არასდროს ჩნდება ის ბაზარში ან სკოლაში. ის დაკავებულია ინდის პატარა დის მოვლით, რომელსაც ბევრი ყურადღება სჭირდება, მაგრამ შოუმ არასდროს აჩვენა მისი სახე, სახელიელი, ან ის, თუ როგორ გამოიყურება. ოდესმე შევხვდებით ინდის მამას. თუ ის დარჩება ბლუის ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ. ვინტონი, ეს საყვარელი პატარა ბულდოგი, ბლუის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო მეგობარია, მაგრამ მისი ოჯახური მდგომარეობა სრულიად საიდუმლოა. მის მამას კორნელიუს რამდენიმე ეპიზოდში ვხედავთ, მაგრამ ვინტონის დედა, ის არასდროს გამოჩენილა, არასდროს უხსენებიათ და სერიალში არსად ჩანს. ყველაზე დიდი მინიშნება მოდის ეპიზოდიდან ვერტმფრენი, სადაც ვინტონი ბლუის თხოვს, რომ მამა მისის სახლში წაიყვანოს. დედა, შეგიძლია მამა ჩემის სახლში წამიყვანო? ეს ერთი წინადადება ყველაფერს ცვლის. ბავშვები ჩვეულებრივ ამბობენ, ჩემი სახლი ან სახლი, მაგრამ ვინტონი სპეციალურად ამბობს, მამა ჩემის სახლი და ის არც კი იცის სად არის ეს. სად ცხოვრობს ის? არ ვიცი. ეს მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ის მამასთან არ ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ის დედასთან ცხოვრობს, დედასთან, რომელიც ჩვენ არასდროს გვინახავს. თუ ვინტონის დედაა ის მშობელი, ვისთანაც ის ცხოვრობს, უცნაურია, რომ ის არასდროს ჩნდება სკოლაში, წვეულებებზე, პარკში ან სხვა ადგილებში, სადაც მშობლები ჩვეულებრივ მიდიან. აბა, სად არის ის? რატო ჩნდება კორნელიუსი ყველა სცენაში, მაშინ როცა ვინტონის დედა ეხლა სრულად ეკრანს მირმარჩება? დაკავებულია, სადმე წასულია, თუ უბრალოდ პერსონაჟია, რომელიც შოუმჯერ არ წარმოგვიჩინა. როგორც არ უნდა იყოს, ვინტონის დაკარგული დედა ბლუის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საოჯახო საიდუმლოდ რჩება. ეხლა შემდეგი ფაქტი ოფიციალური არ არის. ეს ფანების თეორიაა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გიჟური და სახალისოა. ბლუის საზოგადოებაში ზოგიერთი ფანი ხუმრობს, რომ ბანდიტი და ჩილი შესაძლოა ფარულად საერთაშორისო კონტრაბანდისტები იყვნენ. გიჟურად ჟღერს, არა? მაგრამ აი როგორ ვითარდება ეს თეორია. ბანდიტი არქეოლოგია, რაც ნიშნავს, რომ ის ექსპედიციებზე იშვიათ და უძველეს არტეფაქტებს პოულობს. ჩილი კი თავის მხრივ აეროპორტის უსაფრთხოებაში მუშაობს, სადაც ბარგს ამოწმებს და ამოწმებს ნივთებს, რომლებიც ქვეყანაში შედის ან გადის.
ზოგიერთი ფანი ფიქრობს, რომ მათი ორი პროფესია ერთმანეთთან ზედმეტად იდეალურად ეწყობა. თეორიის მიხედვით, ბანდიტი ძვირფას არტეფაქტებს პოულობს, ხოლო ჩილი, როგორც აეროპორტის ექსპერტი, ჩუმად ეხმარება მათ საბაჟოს გავლაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უბრალოდ სულელური ფანური იდეაა. ბლუი თბილი და კეთილი საბავშვო შოუა და შემქმნელები ჰილერებს არასდროს აქცევდნენ კრიმინალებად. მაგრამ თეორია პოპულარული გახდა იმიტომ, რომ ჰილერების ოჯახი ცხოვრობს საოცრად დიდ და ლამაზ სახლში, მაშინ როცა ორივე მშობელი საკმაოდ ჩვეულებრივ სამსახურში მუშაობს. ამიტომ ბუნებრივია, ფანებმა დაიწყეს სახალისო კითხვების დასმა. ბიძა რადლი შეიძლება სინამდვილეში ნაშვილები იყოს, ან ის ბანდიტისა და სტრაიპის ნახევარ-ძმა იყოს. როცა ჰილერების ოჯახს უყურებ, რედი ნამდვილად გამოირჩევა. ბლუის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, რადლი ასევე წითელი და ლურჯი ჰილერია, ზუსტად როგორც ოჯახის დანარჩენი წევრები. მაგრამ მას აქვს კაშკაშა წითელი ბეწვი, რაც სხვებს არ აქვთ. ეს თავისთავად უცნაური არ იქნებოდა, ერთი რამ რომ არ იყოს. იგივე ვებგვერდი ბაბუა ბობისა და ბებია ქრის ლურჯ ჰილერებად ასახელებს. თუ ორივე მშობელი ლურჯია, როგორ აღმოჩნდა მათთან წითელი ლეკვი? როცა რეალურ გენეტიკაში ჩავიხედეთ, გავიგეთ, რომ ლურჯი ჰილერები შეიძლება იყვნენ როგორც ლურჯები, ასევე წითლები, მაგრამ წითელი ბეწვი როგორც წესი დომინანტური თვისებაა, რაც ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ ერთ მშობელს მაინც აქვს ეს ფერი. როგორც ბინგო, რომელიც ჩილის გავს. რადგან ბანდიტის არც ერთი მშობელი არ არის წითელი, ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს. რადლი ხომ არ არის ნაშვილები? ნუ თუ იყო წითელი ჰილერი მშობელი, რომელიც ჩვენ არ გვინახავს. თუ წითელი უბრალოდ იშვიათი გამონაკლისია, როგორც არ უნდა იყოს, ბიძა რადლი ჰილერების ოჯახში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საიდუმლოდ რჩება. დაჯერებთ თუ არა ამ თეორიას, ეს აჩვენებს, რამდენი დამალული დეტალი და საიდუმლო აქვს ბლუის, რომლებიც თვალწინ არის. სამივე სეზონის ნახვის შემდეგაც კი კიდევ ბევრი სიურპრიზი რჩება აღმოსაჩენი. სერიაში ძილის დროა, ბინგოს სიზმარი სინამდვილეში უკავშირდება ძილის წინა ამბებს, რომლებიც დედამ მას სერიალის დასაწყისში წაუკითხა. დაძინებამდე ჩილი ბინგოს ორ სხვადასხვა წიგნს უკითხავს. ერთი წიგნი მზის სისტემაზეა, მეორე კი ცხოველებზე, რომლებიც კვერცხებიდან იჩეკებიან. როცა ბინგო იძინებს, მისი სიზმარი ორივე ამბის ნაზავი ხდება. სიზმარში ბინგო დედამიწიდან იჩეკება, ზუსტად ისე, როგორც წიწილა კვერცხიდან გამოდის. მოგვიანებით მისი სათამაშო ფლოპიც იგივე გზით მთვარიდან იჩეკება. ამავე დროს ბინგო კოსმოსში მოგზაურობს და პლანეტებს იკლევს, რაც უკავშირდება იმ წიგნს, რომელიც ჩილიმ ადრე წაიკითხა. ეს პატარა დეტალია, მაგრამ აჩვენებს, როგორ აერთიანებს ბინგოს წარმოსახვა იმ ისტორიებს, რომლებიც ძილის წინ მოისმინა. როგორც ვიცით, ჟან-ლუკი ფრანგულად საუბრობს. სერიაში კემპინგი, ბლუი და ჟან-ლუკი ვერ იგებენ ერთმანეთის ენას, მაგრამ მაინც ახერხებენ ერთად ითამაშონ და დამეგობრდნენ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს სერია ასე დასამახსოვრებელია. მაგრამ აქ არის საინტერესო დეტალი. თუ სერიას შოუს ფრანგულ ვერსიაში უყურებთ, ენები რეალურად ერთმანეთშია გაცვლილი. ბლუი ფრანგულად ლაპარაკობს, ხოლო ჟან-ლუკი ინგლისურად. არა, რაღაც საჭმელი გჭირდება. შეგვიძლია ეს თესლი დავრგოთ როგორც? ეს ჭკვიანური გზაა, რომ შევინარჩუნოთ ორი ბავშვის სხვადასხვა ენაზე საუბრის იდეა. და კიდევ ერთი პატარა დეტალია ჟან-ლუკზე. სერიაში ბინგო, როცა ბინგო სათამაშო ოთახშია, კედელზე შეგიძლიათ ნახოთ ბლუისა და ჟან-ლუკის ნახატი. ეს პატარა დეტალია ფონზე, რომელიც აჩვენებს, რამდენად აფასებდა ბლუი იმ მეგობრობას, რომელიც ბანაკში ყოფნისას შეიძინა. ეხლა შემდეგი დეტალი მართლაც სახალისოა. სერიაში საძინებელი, სერიის დასაწყისში, დერეფნის ბოლოში კედელზე მიკრულია იასამნისფერი წებოვანი გეკო. მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, სერიის განმავლობაში მასთან საინტერესო რამ ხდება. როცა გოგონები თავიანთ რბილ სათამაშოებს იყოფენ, გეკო პირველად იწყებს კედლიდან აძრობას. შემდეგ როცა ჩილი ბინგოს ხედავს, როგორ აწვება პატარა წიგნების თაროს, გეკო კიდევ უფრო დაბლაა ჩამოსული. და სერიის ბოლოს, როცა ისინი ბლუის ახალ ოთახს ტოვებენ, გეკო მთლიანად ჩამოვარდნილია კედლიდან და დერეფნის ბოლოს მცენარეზეა დავარდნილი. ეს პატარა დეტალია ფონზე, რომელიც ნელ-ნელა იცვლება მთელი ეპიზოდის განმავლობაში. როგორც უკვე ვიცით, შოუს შემქმნელებს უყვართ რამდენიმე სერიის ერთმანეთთან დაკავშირება. და სერიაში არმია, როცა რასტი და ჯეკი ჯაჯარისკაცობანას თამაშობენ, ამავე დროს კიდევ ერთი ეპიზოდი ვითარდება, რომელიც ალბათ გამოგრჩათ. ზუსტად იმ დროს, როცა ჯეკს კალეპსოს აცნობენ, თუ ფონს დავაკვირდებით, დავინახავთ ბლუისა და ქლოის. და ისინი იმავე თამაშს თამაშობენ, რასაც სერიაში თავგადასავალი თამაშობდნენ. ასე რომ შეიძლება ორივე ეს ეპიზოდი ერთსა და იმავე დროში ხდებოდეს. მინი სერიაში ერთად არის ერთი პატარა დეტალი, რომელიც ალბათ არავის შეუმჩნევია. როცა ჰანი და ბლუი საუზმობენ, ორივე იღებს მარცლეულს, მაგრამ თუ ბლუის მარცლეულის კულტს დავაკვირდებით, ის ყველაზე მეტად გამოირჩევა. თუ ამერიკიდან ხართ, შეიძლება იცოდეთ, რომ ეს მარცლეული რეალურადაც არსებობს. მას ქვია Fruit Loopsy და ჩანს, რომ ბლუის ეს მარცლეული ძალიან უყვარს, მაგრამ ბენდიც არ უნდა რომ ის ჭამოს. ჩვენ მას არ ვადანაშაულებთ, რადგან ამ მარცლეულში ძალიან ბევრი შაქარია. როგორც ვიცით, სანამ კორნელიუსი ტერიერის დედას შეხვდებოდა, ის სხვადასხვა გოგოსთან დადიოდა პაემანზე და ერთ-ერთი გოგო იყო ის, ვინც პირველად ვნახეთ ეპიზოდში Quiet Game. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ ჩვენ ის უკვე 3 ჯერ შევნიშნეთ 3 სხვადასხვა ეპიზოდში.
პირველი არის ეპიზოდი Dance Mode. აქ ის სხვასათვალეიან ძაღლთან ერთად იყო. და ეპიზოდში Promises, სათამაშო მოედნის სცენაში, როცა Bluey და Bingo თამაშისკენ მიდიან, ის ქუჩაზე დგას და ესაუბრება იმ ბიჭს, რომელიც უფრო იაფი ელექტროენერგიის ტარიფებს ხიდის. გახსოვთ ის? ეს იგივე პერსონაჟია, რომელიც ჰილერების ოჯახის კარზე ზარს რეკავს ეპიზოდში Sheepdog. და ბოლოს, ეპიზოდში Circus, როცა ყველა პერსონაჟი საარჩევნო უბანში მიდის, რომ თავიანთი საზოგადოების ლიდერებისთვის მისცენ ხმა, ჩვენ ისევ ვხედავთ მას, რომელიც კუთხეში კოლეგასთან საუბრობენ. როგორც ჩანს, ის ლურჯი კანდიდატის მხარდასაჭერად კამპანიას აწარმოებს. ეპიზოდში TV Shop ვხედავთ, როგორ მიყავს Cornelius Wintonis სკოლიდან. და Cornelius-ის მანქანის უკანა მინაზე ვამჩნევთ რაღაც ნახატს, მაგრამ არ ჩანს ნათლად. თუმცა, მოგვიანებით ეპიზოდში, როცა მისი მანქანა აფთიაქთანაა გაჩერებული, ნახატს უკეთ ვხედავთ. და ნახატზე ვამჩნევთ, რომ არის ბავშვი, ზრდასრული მამაკაცი და იქ სადაც კიდევ ერთი პერსონაჟი უნდა იყოს, ჩანს თითქოს ვიღაცა მისი წაშლას ცადა. ეს დეტალი ფაქტობრივად მიანიშნებს, რომ ვინტონის მშობლები გაშორებულები იყვნენ და კიდევ ვიცოდი, რომ Cornelius-მა თერიერის დედა პირველად სწორედ ამ ეპიზოდში გაიცნო. ეხლა მოდი ვისაუბროთ რამდენიმე დამალულ დეტალზე. ეპიზოდში სიურპრიზი. იმ ეპიზოდში, როცა ზრდასრული Bluey სტუმრობს Chillis და Bandits, შეგვიძლია შევამჩნიოთ ბევრი ფოტოს ჩარჩო სახლში. და ერთ-ერთ ჩარჩოში Bingo ჩანს. თუ ფოტოს ფონზე დააკვირდები, აღიქვამ პასეკის კუნძულს. თუ არ იცოდი, პასეკის კუნძული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია მათთვის, ვისაც არქეოლოგია აინტერესებს. და რადგან ვიცით, რომ ყველაფერს Bluey-ში თავისი მნიშვნელობა აქვს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნავდეს, რომ Bingo-მ Bandit-ის კვალს გაჰყვა და ისიც არქეოლოგი გახდა, ზუსტად მის მსგავსად. და მეორე ფოტოს ჩარჩოში, სურათზე მთელ ჰილერის ოჯახს ვხედავთ და ჩანს, რომ ეს ფოტო Bluey-ის კურსდამთავრებულობის დროს არის გადაღებული. რადგან ფოტოზე Bluey დიპლომს ხელში იჭერს და კურსდამთავრებულის ქუდი ახურავს. იცოდი, რომ Bluey ქსოვაში ექსპერტია, სერიაში Carrie Quest-ი პატარა დეტალი შევამჩნიეთ. სერიაში Bluey და Chili ერთად სხედან, ორივე ერთად რაღაცას ქსოვს. და იმავე სერიაში Bandit-ი ჩანს, როგორ მიდის სახლიდან შორს და როგორც ჩანს, 6 კვირით არის წასული. მოგვიანებით სერიაში Bandit-ი ვიდეო ზარით ესაუბრება Chillis და გოგონებს. და ზარის დროს Bluey აჩვენებს მას, რას ქსოვენ ის და დედამისი. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ როცა Bandit-ი მოგზაურობიდან ბრუნდება, ჰილერის გოგონები აეროპორტში მიდიან მის დასახვედრად. ეხლა თუ შეამჩნიეთ, Bluey ზუსტად იმავე ფერებში შარფს ატარებს, როგორცაც ის და დედამისი აკეთებდნენ. ეს ნიშნავს, რომ პერსონაჟები ცხოვრებას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე არ ვხედავთ მათ. და ასევე უნდა ვთქვათ, რომ Bluey ძალიან კარგად ქსოვს. ეპიზოდში ბაბუა ცოტა მეტი გავიგეთ Chillis ბავშვობაზე. სინამდვილეში, როცა პატარა იყო, სწორედ ამ ადგილას თამაშობდა. როცა Chili და მისი ქალიშვილები ბაბუას დასაჭერად რბოლას იწყებენ, ვხედავთ, რომ ერთ-ერთ ხეზე Chillis სახელი წერია. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ Chillis საკმაოდ ცელქი იყო, როცა Bluey-სა და Bingo-s ასაკში იყო. და რა თქმა უნდა, მანაც გადაწყვიტა თავისი ტერიტორია მოენიშნა. ამ ეტაპზე ჩვენგან უმეტესმა იცის ჰილერების მანქანის სანომრე ნიშნების დეტალი, სადაც 419 ნიშნავს ლურჯის ერთ ტონს, ხოლო HLR ნიშნავს healers, ასე რომ ძირითადად ლურჯი ჰილერი. მაგრამ იცოდით, რომ სხვა სანომრე ნიშნებიც არსებობს კიდევ უფრო საინტერესო რიცხვებით. მაგალითად, ტერიერის დედის სანომრე ნიშანი ფაქტობრივად ტერიერს ნიშნავს, მაგრამ ყველაზე სახალისო სანომრე ნიშანი ბელას ეკუთვნის. თუ მის სანომრე ნიშანს დავაკვირდებით, ის ნიშნავს ძალიან ბევრ შვილს, რაც ფაქტობრივად მის 9 შვილზე მიანიშნებს. სერიაში ბრაუნი ბეარი სწრაფად ვხედავთ ბანდიტის მართვის მოწმობას, სადაც ჩანს მისი სახელი, დაბადების თარიღი, მოწმობის გაცემის თარიღი, მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო ვადა აღმოჩნდა. 2025 წლის 6 ოქტომბერი. ეხლა კი, აქ იწყება საინტერესო ნაწილი. ზოგიერთი ფანი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს საიდუმლო მინიშნება მეოთხე სეზონის შესაძლო გამოცხადებაზე ან პრემიერაზე. Ludo Studios ძალიან უყვარს ასეთი პატარა ფარული მინიშნებების დამალვა ყურადღებიანი მაყურებლებისთვის. შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა, ან იქნება ეს Bluey-ის მომავლის მხიარული მინიშნებაა. თუ Bluey-ის საკმარისად დიდხანს უყურებდით, იცოდით, რომ Bluey ყოველთვის ბედნიერი და უდარდელი არ არის. სინამდვილეში Bluey ცნობილია იმითაც, რომ სერიოზულ თემებზე საუბრობს. და ეპიზოდში გადაეცი ამანათი, ჩვენ ასეთი თემა შევამჩნიეთ. აქ Bingo და მისი თანაკლასელები თამაშობენ თამაშს გადაეცი ამანათი. ამ ვერსიაში ბოლოს ყველა ირებს პრიზს. მაგრამ რომ თამაში უფრო სერიოზული გამხდარიყო, პატი ცვლის წესებს ისე, რომ მხოლოდ ერთ ბავშვს შეუძლია პრიზის მოგება. ამის გამო Bingo და სხვა ბავშვები ტირილით გარბიან დედებთან. და სწორედ აქ შევამჩნიეთ რაღაც. აქ ყველა ბავშვი ზუსტად გავს თავის დედას, გარდა მისის. რაღაც მიზეზით მისი სრულიად სხვა ჯიშისაა ვიდრე მისი დედა. ეს არის ნაზი მინიშნება იმაზე, რომ შესაძლოა მისი შვილი შვილად აყვანილი იყოს. ეს ძალიან ლამაზ მესიჯს აჩვენებს შვილად აყვანის შესახებ. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ამ შოუს ყურება ასეთი საოცარი გამოცდილებაა. Bluey-ის სამივე სეზონის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ბევრი პერსონაჟი უნიკალური ხასიათებით და პრეცელიც ერთ-ერთია მათ შორის.
პრეცელი პატარა ჩიჰუაჰუას ლეკვია. პირველად ის სერიალში ჩნდება ეპიზოდში სახელად კალიფსო, მაგრამ სერიალის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო მეტი გვიამბო მასზე. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, პრეცელს უფრო მარტო ყოფნა უყვარს, რაც ნიშნავს, რომ მას უმეტესად მარტო ყოფნა და მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშების მოფიქრება მოსწონს. ვხედავთ, რომ მისი ქცევა ასე გრძელდება მთელი ეპიზოდის განმავლობაში. მაგრამ როცა მას სხვა ეპიზოდებშიც ვხედავთ, ვწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად პრეცელის ხასიათია. მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა ბავშვებთანაც კარგად ურთიერთობს, შეგვიძლია დავინახოთ, რომ უმეტესად მარტო ყოფნა ურჩევნია. როგორც კრიკეტის ეპიზოდში ვნახეთ, ან თუნდაც Curry Quest-ის ეპიზოდის ბოლოში, სადაც ყველა ერთად ჯგუფურად აკეთებს რაღაცას. მაგრამ პრეცელი მარტოდ ტკბება ნაყინით ბაზრობაზე, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ამ მეორეხარისხოვანი პერსონაჟის პროფილი სერიალში უფრო მარტო თამაშს უკავშირდება. როგორც ჩანს, პრეცელს საკუთარ თავთან ყოფნა მოსწონს და ვერ დავადანაშაულებთ. საბოლოო ჯამში საკუთარ თავზე უკეთეს მეგობარს ვერავინ იპოვის. ეხლა კი მოდით მართლაც საინტერესო დეტალზე ვისაუბროთ და ეს დეტალები ბლუის შინაურ ცხოველებს ეხება. ჯერჯერობით ბლუიში რამდენიმე შინაური ცხოველი ვნახეთ. მაგალითად, როცა ბენდიტი და ბლუი ვეტერინართან მივიდნენ, შევამჩნიეთ ადამიანი, რომელსაც თავისი შინაური იგუანა ეჭირა. იგუანას გარდა, თაროზე ოქროს თევზიც შევამჩნიეთ. მაგრამ კითხვა ასეთია, კიდევ რა შინაური ცხოველები არიან ბლუის სამყაროში? რა თქმა უნდა, შინაური ძაღლები არ იქნებოდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ძაღლებს შინაურ ცხოველებად. ძაღლები რომ ყავდეთ, ეს საკმაოდ სასაცილო სცენა იქნებოდა, მაგრამ რაც აქამდე შევამჩნიეთ, ჩანს რომ ბლუის სამყაროში კატებიც შეიძლება იყვნენ შინაური ცხოველები. ჩვენს წინა ვიდეოში ჩვენს კი ვისაუბრეთ იმ პოსტერზე, რომელიც ბენდიტის ოფისში ვნახეთ, სადაც ჩანდა თითქოს გამოქვაბულის ძაღლი კატას ნადირობდა. ამასთან ერთად სერიალში გვაქვს კატების რაზმი და სხვა კატის პლუშის სათამაშოები, მაგრამ ყველაზე დიდი მტკიცებულება კატების არსებობის შესახებ ეპიზოდში მაღაზიები შეგვიძლია ვიპოვოთ. ამ ეპიზოდში ბავშვები თამაშობენ წარმოსახვით თამაშს და წარმოიდგენენ, რომ შინაური კნუტები არიან. რადგან მათ აქვთ შინაური კნუტების იდეა, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ მათ ვიღაცას შინაური კატა ან კნუტი უნახავთ. მაგრამ ჯერ კიდევ ნამდვილი კატა არ გვინახავს. Hovel Blue's ეპიზოდში, თუ ჰილერების სახლის მაცივარს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ის ყოველთვის სავსეა პატარა დეტალებით. და ეპიზოდში Perfecti, როცა მაცივარს ვხედავთ, შეგვიძლია შევამჩნიოთ რამდენიმე ნახატი, რომელიც ბლუიმ და ვინგომ დახატეს. ეს ყველა ნახატი ბლუის წინა ეპიზოდებზეა მინიშნება. მაგალითად, ზედა მარჯვენა კუთხეში ვხედავთ მიას ნახატს, რომელიც დიდი ალბათობით ბლუიმ დახატა და მიუთითებს ეპიზოდზე ბარკი ბოუთსი. ასევე შეგვიძლია დავინახოთ სოქსისა და მაფინის ნახატები. თუ მაფინის ნახატს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მას გაბრაზებული სახე აქვს, რაც მის ხასიათს შეესაბამება. ამ ნახატებიდან ერთ-ერთი ასევე მიუთითებს ეპიზოდზე ვაგონის გასეირნება, სადაც ბენდიტი ბლუისა და ბინგოს ეტლით პარკში მიიყვანს და სწორედ ეს ეტლია გამოსახული ნახატზე. ასევე შეგვიძლია დავინახოთ ნახატი, რომელიც აშკარად ბინგოს მიერ არის დახატული. ამჯერად გამოსახულია იხვის ფორმის ტორტი, რომლის გაკეთებაც ბენდიტს ძალიან გაუჭირდა ეპიზოდში იხვი ტორტი ბინგოს დაბადების დღისთვის. და ქვემოთ შეგვიძლია დავინახოთ ნახატი, რომელიც გოგონებმა რადისა და პრისკის დახატეს. ხელჩაკიდებულები არიან და თავზე პატარა გულები აქვთ, რაც მიუთითებს ეპიზოდზე ორმაგი ძიძა. ასევე არის უნიკორსის ნახატი, რომლითაც ბლუი და ბინგო სიამოვნებით თამაშობდნენ. კარგი იქნებოდა მომავალ ეპიზოდებში უნიკორსი კიდევ ერთხელ დაგვენახა. შემდეგი დეტალი აჩვენებს, რამდენად რეალისტურია ბლუი და ეს შეგვიძლია ვნახოთ ეპიზოდში ნაგვის ღამე. უკვე ვისაუბრეთ იმაზე, როგორ სწავლობს ბლუი კარატეს და ეპიზოდის ბოლოს თეთრი კამრიდან ყვითელ კამარზე გადადის. მაგრამ კიდევ ერთი დეტალია, რომელიც შეუმჩნეველი დარჩა. ეპიზოდის დასაწყისში, როცა ჰილერები ნაგავს აგდებენ, ფონსა ჩანს ხე, რომელსაც ზედ ხილიც აქვს. თუ მიწას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ზოგიერთი ხილი ძირსაც არის ჩამოვარდნილი. ეს ძირითადად ნიშნავს, რომ ხილი დამწიფებულია. ეპიზოდის ბოლოს კი ისევ ხედავთ იმავე ხეს. ამ დროისთვის ხეზე აღარ დარჩენილა ხილი, ყველა ჩამოვარდნილია. ეს ძალიან მცირე დეტალია, მაგრამ ის ბლუის კიდევ უფრო რეალისტურს ხდის. ამ ეტაპზე ფანების უმეტესობა სერიალში მიმოფანტული დამალული გრძელი ძაღლების შესახებ უკვე სმენია, მაგრამ აი რა არის მთავარი. ზოგჯერ ეს გრძელი ძაღლები უბრალოდ შემთხვევითი არ არის. ისინი სინამდვილეში ეპიზოდის სიუჟეტს უკავშირდება. მაგალითად, ავიღოთ ეპიზოდი იხვი ტორტი. ბენდიტი ბინგოს დაბადების დღისთვის იხვის ფორმის ტორტს აწყობს. თუ კარგად დააკვირდებით კარადას, იქ გრძელი ძაღლია, რომელსაც ხელში კრემიანი სათქვეფი უჭირავს. პატარა მინიშნება იმაზე, რომ ტორტი მზადდება. ან მაგალითად, ეპიზოდში კომბინიზონები. ბლუი და ბინგო გარეული ცხოველების ფორმაში დარბიან. ბლუი ზებრას ფორმაშია, ბინგო კი ჩიტას ფორმაში. როცა ისინი კარისკენ გარბიან, დაინახავთ გრძელ ძაღლს, რომელიც ჩიტას ფორმაშია გამოწყობილი. ეს იდეალურად ერწყმის ეპიზოდის თემას. მაშინაც კი, როცა ეპიზოდში ტალახი, ვენდი თავის და იუდას თმას ჭრის, რომ იუდამ ტალახში ითამაშოს. აბაზანის უკან გრძელთმიანი გრძელი ძაღლი ჩანს, რაც სცენას ასახავს. ეს პატარა დეტალები აჩვენებს, რამდენად ჭკვიანურად ამატებენ ანიმატორები დამალულ კავშირებს. აი ერთი დამალული დეტალი, რომელიც შეიძლება არ შეგიმჩნევიათ იუდას დედაზე, ვენდიზე.
სხვა მშობლებისგან განსხვავებით ბლუიში, ის თითქმის არასდროს ერთვება გართობასა თუ საუბარში ბანდიტთან და ჩილისთან ერთად. ზოგჯერ გამოჩნდება, მაგრამ ძირითადად თავისთვისაა, მშვიდი და ცოტა უფრო სერიოზული. ის არც კი გამოჩენილა რედისა და ფრისკის ქორწილში და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის მისი პროფესია, ან სად არის იუდას მამა. ეს მცირე დეტალია, მაგრამ ვენდის ჩუმი ყოფნა მას შოუს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მშობლად აქცევს. უმეტესობა ბლუის გულშემატკივრებისა იცის, რომ ეპიზოდში ორმაგი ძიძა, რედი და ფრისკი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და შეუყვარდათ. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ბიძა რედი და ფრისკი შემთხვევით მივიდნენ ბლუისა და ბინგოსთვის მისახედად იმავე ღამეს. მაგრამ იცოდით, რომ ეს სინამდვილეში შემთხვევითობა არ ყოფილა, არამედ დაგეგმილი მოვლენა იყო. ამ ეპიზოდში ჩილიმ თავდაპირველად ფრისკის თხოვა, რომ ბლუისა და ბინგოს ძიძობა გაეკეთებინა, მაგრამ ბიძა რედმა ბოლო წუთს დარეკა და თქვა, რომ ბავშვებისთვის თვითონ მიეხედა უნდოდა. და ჩილიმ ფრისკის ამის შესახებ შეთხოვინება არასდროს გაუგზავნა, რადგან ის ცდილობდა მას და რედს ერთმანეთი დაეკავშირებინა. როგორც ვიცით, ეპიზოდში ბამპი და ბრძენი მოხუცი მგელი ბინგო საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ შოუმ ამის მიზეზი არასდროს გითხრა. თუმცა შეიძლება ვიცოდეთ რატომ. ეს შესაძლოა ასთმის გამო მოხდა. ბლუის შემქმნელმა ჯო ბრუმმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი უმცროსი ქალიშვილი პირველად საავადმყოფოში 3 წლის ასაკში ასთმასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მოხდა და ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქალიშვილმა 1 კვირა გაატარა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რადგან შოუში მოვლენების უმეტესობა ჯო ბრუმის პირადი ცხოვრებიდან არის შთაგონებული, ბინგოს ჰოსპიტალიზაციაც შეიძლება სწორედ ამ შემთხვევამ შთააგონა. შესაძლოა ჯო ბრუმს სურდა, რომ ბინგოს პერსონაჟში თავისი უმცროსი ქალიშვილი და მისი ასთმასთან დაკავშირებული დაავადებები გაემეორებინა ამ ეპიზოდში. გარდა ამისა, ჩანს, რომ ბინგო საავადმყოფოში მინიმუმ 1 კვირა იყო. ასევე, ექიმი ბინგოს ზურგზე უსმენს ფილტვებს, რაც რესპირატორულ დაავადებასთან იქნებოდა დაკავშირებული. როგორც ყველამ ვიცით, შოუს მთავარი პროტაგონისტი ბლუია. მაგრამ იცოდით, რომ არის 2 ეპიზოდი, სადაც ბლუი საერთოდ არ გამოჩენილა. პირველი არის ეპიზოდი კუბიჩი. ეს ეპიზოდი მთლიანად ბინგოსა და ბანდიტზეა. აქ ბინგო ბანდიტთან ერთად პარკში სათამაშოდ მიდის, სადაც სათამაშო კუ პოულობს და მთელ დღეს მასთან თამაში ატარებს. მაგრამ ბლუის ფოტოზე ვხედავთ და ასევე მას რამდენჯერმე ახსენებენ ეპიზოდში, თუმცა ეპიზოდი, სადაც ბლუი არც ჩანს და არც ახსენებენ, არის სლაიდი. ეს ეპიზოდი მთლიანად ბინგოსა და ლილაზეა. აქ ისინი საკუთარ წყლის სლაიდს აკეთებენ და მთელი დღე მასთან თამაშობენ. თუ უყურეთ ეპიზოდს დედიკოს სკოლა, მაშინ გახსოვთ გრინი, მწვანე ფერის ბუშტი, რომელიც ასევე ბლუის შვილია. და ეპიზოდის ბოლოს ხედავთ, როგორ მიფრინავს გრინი ფანჯრიდან და თავისუფლებას იძენს. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი შოუს მეორე სეზონში ხდება, მაგრამ როგორც ვიცით, ბლუის ყველა ეპიზოდი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რაც ნიშნავს, რომ რაც ერთ ეპიზოდში ხდება, გავლენას ახდენს სხვა ეპიზოდებზეც. და ამის დეტალი ჩანს ეპიზოდში ნიშანი, სადაც ხედავთ ფრისკისა და რედლის ქორწილს. ერთ-ერთ სცენაში სწრაფად ხედავთ ცას და გამოიცანით ვინ ჩნდება. ეს არის გრინი, რომელიც ბრიზბენის ცაზე დაფრინავს. ეს მართლაც მაგარი დეტალია, რომელიც უმეტესობას არ შეგიმჩნევიათ. შემდეგი დეტალი საკმაოდ საინტერესოა. იცოდით, ბლუის ადრეულ ეპიზოდებში, როცა პერსონაჟები ჩაფხუტებს იკეთებდნენ, მათი წარბები არ ჩანდა და შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს ნორმალურია, რაც ასე აკიდეც. მაგრამ შოუს მეორე სეზონიდან, როცა პერსონაჟები ჩაფხუტებს იკეთებენ, მათი წარბები ჩაფხუტიდან ჩანს. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ანიმაციის შეცდომაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ პერსონაჟის გამომეტყველება უკეთესად იყოს გასაგები, რადგან წარბების მდებარეობა გვეხმარება ემოციების უკეთ აღქმაში. თუ ვიდეო მოგწონთ, არ დაგავიწყდეთ დააჭიროთ მოწონების ღილაკს. სერიაში Mr. Monkey Jokes-ი ბანდიტი გაღიზიანებულია იმით, რამდენი სათამაშო აქვთ გოგონებს და აიძულებს მათ მხოლოდ საყვარელი სათამაშოები აირჩიონ. ამ ისტორიაში მთავარი სათამაშოა Mr. Monkey Jokes-ი, რბილი სათამაშო მაიმუნი, რომელსაც Hillary's Debbie ძალიან ცდილობენ არ გააჩუქონ, მაგრამ ბოლოს მაინც უშვებენ მას. საბოლოოდ ვიგებთ, რომ სათამაშო პატარა ლეკვთან აღმოჩნდება, რომელიც საავადმყოფოშია. მაგრამ ამ ყველაფერში საინტერესო ის არის, რომ ლეკვის დედა იგივე მაღაზიის გამყიდველია, რომელმაც Moonlight Unicorn-ი ჰილერებს მიყიდა. ის სათამაშო, რომელიც მუფინის დაბადების დრის საჩუქარი უნდა ყოფილიყო სერიაში წყნარი თამაში. მთელი ბლუის სერიის განმავლობაში, ბლუი და ბინგო ბევრ ახალ მეგობარს იძენდნენ, მაგრამ თუ გეტყვით, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ბანდიტმაც ახალი მეგობარი გაიჩინა, ეპიზოდში, კაფე, პარკში, ბლუი ახალ მეგობარს ვინის ხვდება. სანამ ბლუი პარკში ახალ მეგობარს იძენს, ბანდიტს უწევს ვინის მამასთან დროის გატარება, რადგან ისინი პარკში კვლავ და კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. რაც ორ მამასთვის უხერხულად იწყება, საბოლოოდ მეგობრობაში გადაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდი ბლუის და მის ახალ მეგობართან თამაშზეა კონცენტრირებული, ასევე ჩანს, როგორც სწავლობს მისი მამა ისევ ახალი მეგობრის შეძენას, ზუსტად ისე, როგორც მისმა ქალიშვილმა სწრაფად გაიჩინა ახალი მეგობარი.